სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად აღდგა დღეს არის მეოთხე კვირა აღდგომის შემდეგ და ჩვენ თუ წინა კვირას მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს გქონდა მადლიერების დღესასწაული დღეს ეკლესია მოიხსენებს ძალიან მნიშვნელოვანს და ძალიან სევდიან ამბავს რომლითაც ხაზს უსვამს იმას რომ ადამიანი არ უნდა იყოს უმადური აი სწორედ ამის შესახებ არის დღევანდელი სახარება უმადურების შესახებ და როგორი სასიკვდილო და მომაკვდინებელი სცენი არის ეს უმადურობა ჩვენ ამ უმადურობაზე ბევრჯერ გვისაუბრია ყველაზე მეტად ალბათ იუდას უმადურობა არის ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი და საოცარია რომ დღემდე არიან ადამიანები რომლებიც ცდილობენ რომ იუდას კომაგები იყვნენ და აი სწორედ აქაც ესეთი ვითარებაა აი დღეს ვიზეც ახლა უნდა მოგიყვეთ ამასაც გამოუჩნდა თითქოს დამცველები კი არა ვითომ შემარბილებელი ამის აქციების რომ რაღაცა ახსნა არა აქ არავით არის ახსნა იმასაც დღეს უნდა რაზეც დღეს ჩვენ გონდა სახარებაში საუბარი ეს არის განრღვეული რომელიც გავს რაღაცით იმ ძველ განრღვეულს რომელიც ჩვენ ადრე მოვიხსენეთ რომელიც ოთხმა მეგობარმა ჩაუშვა იესო ქრისტესთან საწოლზე რომ იწვა და ვერ იძრეოდა ეს ადამიანი იწვა ტბის პირას რომელსაც ქვია ბითესდის საბანელი და ამ საბანელში ხდებოდა სასწაული წელიწადში ერთხელ ანგელოზი ჩამოდიოდა ფრთით აამღვრევდა და შემდეგ ვინც პირველი ჩავიდოდა ნუ პირველი ვინც მოასწრებდა ჩასვლას რაღაც გარკვეული რაოდენობის ადამიანები ისინი იკურნებოდნენ და ეს ადამიანი 38 წელი იწვა აი ამ ტბის პირას და როდესაც იესო მივიდა და კითხა გინდა რომ განიკურნო მან უთხრა რომ აი ადამიანი არ ამყავს რომ ხელი მკრას და ტბაში ჩამაგდოს თვითონ ვერ იძრეოდა აი ესე დღეში იყო ცოდვით დაცემული ეს არის სიმბოლო სახე ცოდვით დაცემული კაცობრიობის რომელიც იქნა განდევნილი სამოთხიდან რომელსაც ადამიანი არ ყავდა არავინ ვინც ხელს კრავდა და ისევ სასופველოში შეაბრუნებდა და ეს იყო იესო ქრისტე რომელიც მოვიდა და რომელიც ამ ადამიანს უთხრა მე განკურნავ შენ ოღონდ მეტი ცოდვა აღარ ჩაიდინო მეც ნუღარ სოდავ ეს რას ნიშნავს ეს იმას ნიშნავს რომ ცოდვების შედეგი იყო ის რაც მან ჩაიდინა ცოდვების საერთოდ ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება პირდაპირ კავშირი ვერ დავინახოთ მაგრამ ნებისმიერი ავადმყოფობა ცოდვის შედეგია და განკურნა უთხრა ადექი აიღე შენი საწოლი შენი საკაცე და წადი განკურნებული ხარ ოღონდ მეტი ცოდვა აღარ ჩაიდინო და როგორც კი ეს ადგა და წავიდა რადგან შაბათი იყო ებრაელები მივიდნენ და უთხრეს შაბათს არ შეიძლება ადგომა და საწოლის წაღება იმიტომ ეს არის შაბათი და მე ასე მითხრა იმ ადამიანმა ვინც გამკურნა ვინ არის ის ადამიანი კითხეს ებრაელებმა მე არ ვიცი მისი სახელი და ამის შემდეგ იესო მონახა ეს მოძებნეს ადამიანი ტაძარში იდგა და მივიდა და უთხრა მეტი ცოდვა აღარ ჩაიდინო თორემ უარესი დაგემართება და მართლაც წავიდა ეს იმ წუთასვე წავიდა და იმ ებრაელებს უთხრა რომ ეს იყო იესო ვინც მე შაბათს გამკურნა და მითხრა რომ ადექი დაიღე დაასმინა ფაქტიურად დაასმინა იესო და ეს ერთ-ერთი ეს არის დასაწყისი იესოს ამ ესე იგი მსახურების პირველი პერიოდია და ერთ-ერთი პირველი იყო ეს როდესაც ებრაელებმა დაიწყეს იესოს ძებნა და დევნა ვინ არის ეს ადამიანი ვინ შაბათს კურნავს ის კი არა რომ კურნავს შაბათს რატო კურნავს აი ეს არის უმადურება კაცობრიობის ეს არის ის რის გამოც იესო გააკრეს ჯვარზე და ეს არის აი ამ ადამიანის ერთი კონკრეტული ადამიანის აქციელი და მე გისურვებთ ყველას რომ იყოთ მადლიერები გახსოვდეთ სიკეთე რომელიც ჩვენ გაგვაჩნია საიდან არის ღვთისაგან ადამიანებისაგან და ყოველთვის იყოთ მადლიერები რომ აი ესეთი უმადურობა არ დაგვემართოს რაც სხვათა შორის ძალიან ხშირად ხდება და ერთს დავამატებ კიდე რომ იმდენად ეს თვალსაჩინოა რომ აუცილებელი არის
მონანიება და ცოდვების შენდობის მიღება სანამ განიკურნება ადამიანი, რომ ექიმი არსებობდა, ესეთი ადრე იყო ესა, რომელიც თუ პაციენტი ასარებას არ იტყოდა, არ უკეთებდა, ესე იგი ოპერაციას და არ კურნალობდა მას, აზრი არ აქვს, ამბობდა და რაც უფრო მძიმე იყო მისი სნეულება, მით უფრო დაბეჯითებით მოითხოვდა, რომ ასე თქვა აღსარება. აი ეს არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენს ცხოვრებაში და მე კი კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა.